ძველი ახალი წელი მიულოცა ლეიბორისტების ლიდერმა სოციალურად დაუცველ 900-იან ოჯახს, რომელიც ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოჯახი კინოსტუდიის გარაჟში 2 ავტობუსში ცხოვრობდა. წელს კი საცხოვრებელი სახლი გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანიში მათ ერთ-ერთმა სადაზღვეო კომპანიამ გადასცა. ოჯახით დაინტერესებული იყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, კომპანიებთან კომუნიკაციის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. უსახკარო ავტობუსში ცხოვრობდით. დღესდღეობით, რა თქმა უნდა, სახკარი, შენი სახკარი, ეზოკარმი ეს დიდი პრობლემის მოხსნა არის. მოხსნილია, ჩათვალეთ, რომ აი ყველამ შეუძლია. მე ვითვლი, რომ მე მოხსნილი მაქვს ეს პრობლემა, რასაც ქვია საცხოვრებელი ფართით. მოხალული ვარ, რომ ეს შესანიშნავი ოჯახი დღეს უკვე საკუთარ სახლში ხვდება დღესასწაულს, მაგრამ ამას არ უნდა ჭირდებოდეს ოპოზიციის ყიჟინა. მთავრობა უნდა კეტავდეს სიღარიბის ყველა კარს, მთავრობის წევრები თვითონ უნდა ეძებდნენ სიღატაკეს, ებრძოდნენ და არ უნდა ეძინოთ მანამდე, სანამ თუნდაც ერთი უსახსრო ადამიანი ან უსახკარო პიროვნება არსებობს ქვეყანაზე. ეს არის ხელისუფლების მოვალეობა და ამიტომ ირჩევს მათ ხალხი.